მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზე გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. ბიძინა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის სისტემური მონიტორინგის სამმართველო, რომელსაც ხალხში სკროლა სკრინვის სააგენტო შეარქვეს, აქციების აქტიურ მონაწილეს თამუნა გიორგაძეს სამართალდაღუების ოქმი შეუდგინა. ეხლა რაში მდგომარეობს ამ ქალბატონის სამართალდაღუება? 11 ივნისს აქტივისტმა ბიძინა ივანიშვილი დაწყევლა. ოქს, რომელიც 15 ივნისით თარიღდება, სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კუპაშვილი აწერს ხელს ახალმა სამმართველომ ჩათვალა, რომ პოსტის შინაარსი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსის 166 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდაღუების ნიშნებს შეიცავს. როგორც თვითონ ბრალდებული ამბობს, შეურაცხყოფა მიმიყენებია თურმეო წყევლად შეურაცხყოფაში გაიყვანეს. აღნიშნული მუხლი ჯარიმას 500 ლარიდან 3000 ლარამდე ითვალისწინებს, ან 20 დღემდე პატიმრობას, ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასეთი ვითარება გვაქვს, ახალი ასე ვთქვათ, თამასა აწია ხელისუფლებამ, უკვე წყევლის გამო შეიძლება ციხეში აღმოჩნდეთ, ან დაგაჯარიმონ. ამის პარალელურად დღეს ასევე საინტერესო პოსტი დადო სახელმწიფო არხმა ტელეკომპანია იმედმა, იცით რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი შეიძლება გადადგეს და იმედმა ამ ინფორმაციას დაურთო ასეთი განმარტება, რომ რამდენიმე თვის წინ ინტერნეტის მთავრობამ ჩვენ დაგვასანქცირებდა, ეხლა კირ სტრამერის თანამდებობიდან მიდისო. და დააწერს ესე კარმა, ანუ კარმა დაეწეო და სულ მალე ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ინფორმაცია წამოეწია იმედს მედიაში, ბრიტანულმა მედიამ დაწერა, უკვე ნესტლემ შიდა გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ რაც მისი პროდუქციის რეკლამა განთავსა სანქცირებულ ტერიახ იმედზე. ანუ ეს გამოცემის თანახმად სოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სასმელებისა და საკვების წარმოებელმა კომპანიამ კომერციული ურთიერთობა შეინარჩუნა იმედთან. მას შემდეგაც, რაც თებერვალში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა, მარტში ტრანსფერ ინტერნეშნალმა ნესტლე დასავლური კომპანიების იმ ჯგუფს შორის დაასახელა, რომლებსაც არხთან კავშირები შეინარჩუნეს. მიუხედავად იმისა, რომ სანქციების სიაში იყო შეტანილი, გამოცემა წერს, რომ როგორც ჩანს, ნესტლე იმედის მეშვეობით აგრძელებდა ისეთი ბრენდების რეკლამირებას, როგორიცაა Nescafe, Nescafe Gold და ასე შემდეგ. და სწორედ ამ მედიის ინფორმაციის ნესტლემ გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი ლიან გილი ხელმძღვანელობს, ანუ გაარკვევენ აქაურმა წარმომადგენლობამ რატომ მიიტანა სანქცირებულ არხზე რეკლამა. არ ვიცი ხა ესეც კარმაა თუ არა, როგორ იმედის პოსტს რო გავყვეთ, რომელსაც ჩათვალა, რომ კირ სტრამერი იმიტომ დაეწია კარმა, რომ იმედი დაასანქცირა. ასეთი ვითარება არის სახელმწიფო მხარეს, მაგრამ რა ხდება ახლა ოპოზიციის მხარეს? ოპოზიციის მხარესაც არანაკლებ საინტერესო მოვლენები ვითარდება, საინტერესოს ალბათ წყალებში ჩავსვამ. იცით რომ ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება ახალი თავმჯდომარე ყავდეს, ნანუგა ჟორჟოლიანის სახით, ამან პარტიაში შიდა არეულობა გამოიწვია, მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოկუჩავა არც უკვა ყოფილია ამით, ნანუგა ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ ალიანსში საერთოდ არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა. თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ეს წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში გაწევრიანებისო და სააკაშვილმა დაგვაძალაო, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ მას არ დაბრალებოდა, ასე თქვა, ერთიანობის წინააღმდეგ წასვლა. მიხეილ სააკაშვილი კი შეიძლება ითქვას, რომ ყველას წინააღმდეგ მიდის. დღეს საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა მან სასამართლოს ხტომაზე, როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნეს პროექტია. ლელო არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. ახალი თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურის პროექტი გჭირდება, შიდა თუხტუხიო და წნევის აწევაო, ამბობს სააკაშვილი. მოკლედ, ქართულ პოლიტიკას გავაანალიზებთ ირაკლი მელაშვილთან ერთად. ვიესალმებას, გამარჯვებადო ირაკლი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ, არ ვიცი, როგორ შეაფასებ, რა შეიძლება დავარქვათ დღეს არსებულ ვითარებას, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დაცხა. არა, როდის არ ცხელოდა. არა, ეხლა ძალიან დაცხა მე მგონი. არაფერი საგიჯეთში ვართ, ვიყავით ერთის მხრივ. ესე ძალიან ცნობილი აბრევიატურა არის გერმანიაში, ზუსტად მაგითი იყო დაკავებული, დაძლებდა განსხვავებული აზრის მქონეებს, ვინც არ ეთანხმებოდა დიდი ბელადის ადოლფ ჰიტლერის იდეებს.
ჩვენც SS-ი შევქმნით სკრინვის აგენტო, ქართული SS-ი. ნუ ჯერ არ იჭერე, ნუ და რა წავებაშობი, არ ხვიტავენ ხალ. ნუ კაცო. ლიხა ბიდანაჩაო. თავარი არის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, თავიდანვე ჩანდა რომ ვიღაცა 2-3 უპატრონო დაიჭირეს რა იყო დააჯარიმეს ოპოზიციის გინებისათვის, აი იმდენად ყველაზე საინტერესო წარმოიდგინე ხა, წარმოიდგინეთ დააჯარიმეს ვიღაცები გვარამიას გინებისთვის, გეგელიას გინებისთვის და ეს ხალხი ამბობს რომ საერთოდ არ გაგვიგია, თავი არც ამეკითხავ, შეურაცხყოფილად არ მიგრძნია. ეს ხალხი არსებობს თუ არა, ეს ერთი, იმიტომ რომ შეიძლება ტროლები დააჯარებდეს და ტროლებს ვერ გადაიხდის, მეორე ვინ გადაიხადა ის სახტელი. ან ჟურნალისტებს მოგიწოდებთ რომ იქნებ უბრალოდ მოიკვლიოთ ეს ამბავი ძალიან საინტერესოა რეალურად არიან თუ არა რეალურად გადაიხადოს თუ არა ჯარიმა ანუ მიზანი რა იყო ამის რომ აქეთ ხარისას ვაჯარიმო თქმა უნდა პირველი რაც ითქვა რომ ესაც ეს სააგენტო იქნებოდა რომ ის არ იქნება მიუკერძოებელი ხო და აქედან გამომდინარე პირველი დაიწყეს იმით რომ გვარამიას თან ესე შეარჩიეს ერთი პარტიიდან მეორე ერთი პარტიის ლიდერი მეორე ოპოზიციური პარტიის ლიდერი მესამე და ყველაზე საინტერესო რა არის თქვენ არ ვიცი გუშინ უყურეთ თუ არა იმედის რეპორტაჟი კვირის რეპორტაჟი მე შეხვდა Facebook-ზე რაღაც მოჭრილი ვიდეოები ამაზე გააკეთეს სიუჟეტი და განსაკუთრებით გამოყვეს რომ აი ლევან სანიკიძეს ვიღაცა დაუჯარიმებია და რა გააკეთეს იცით? თელი ერთი რავი 2 წუთი კითხულობენ და ამათ გინებებს ეთერში. ხალხი როგორ აგინებდა? ოღო ნუ ბოლომდე არა. და აი ამდენმა ადამიანმა აგინა ასეთი სიტყვებით აგინეს, ან თელი ხალხს მოასმენეს ოპოზიციას როგორ აგინებენ და მე დააყოლეს აი ესენი დააჯარიმეს. ანუ სპეციალურად გააკეთეს და ხალხს მოასმენენ ოპოზიციას როგორ აგინებენ. პროპაგანდა ჯო როდესაც ხა რა უნდა გამიკვირდეს ამ ქვეყანაში მამაკაცების გათხოვებაზე და დასავლეთის ბოდიში და კაპიტალისტებაზე 70% ვისლაპარაკობს თვითონ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია ჟურნალისტები. ვინც მაგაზე აქტიურობს. აი რა უნდა გამიკვირდეს პროპაგანდისტები ხო? რა უნდა გამიკვირდეს ხო ამ ქვეყანაში ამ და აფერი არ მიკვირს, რასაჩვევიან უბრალოდ რა ვიცი აი 35 წელი გავიდა რაც ეს ქვეყანა დამოუკიდებელია და ამ 35 წლის ისტორია ვერავინ ვერ ისწავლა საბჭოთა ვერავინ ვერ გადახედა რომ ხელისუფლებისათვის ეს მომგებიანი არ არის მოკლევადიანში აი ვიღაცისთვის ლიდერისთვის შეიძლება რაღაც საკულების შავწერი იყოს საშუალოა ამ პერსპექტივაში ყოველთვის ხელისუფლება რომელიც აი ამ შეურიგებლობას თესავს ხელს უწყობს კონფრონტაციას საბოლოო ჯამში მეორე მხარეს თავს იყრის დიდი მასა უკვე განაწყენებულების, გულნატკენების, გაბრაზებულების ეს ყოველთვის სულად თავდება ხელისუფლებისათვის. სულ ლაპარაკობ ამას, ხო 2004 წელს ვიწერეთ, მაშინ ახალი არჩეული იყო, მეშად 15 კაცო ეს დიდი წერილი გავაკეთეთ. ღია წერილი, სადაც პირველი რასაც ვეუბნებოდით, თხოვდით, რომ ცირა აი ამ ადამიანების შეურაცხყოფას გაანებეთ თავი. ადამიანების შეურაცხყოფას გაანებეთ თავი, მოგვისმინეს კი არა ვარეს იქნეს კაცო. ხო, და მაშინაც ვეუბნებოდით, რომ ყველაფერი ეს დამთავრდება შენთვისაც უდად და ქვეყნისთვისაც უდად. ეს ხა ლეგენდებად დარჩება, ხა წარმოიდგინე ორი რამე ალბათ კოცებზე დარჩება ლეგენდად, რომ ტროტუარზე დგომის გამო ხალხს იჭერდნენ და მეორე გინების გამო და ეხლა დაემატა წყევლის გამო. წყევლის გამო ხალხს 2000 ლარი შეიძლება დააჯარიმონ. ან არ ვიცი შეიძლება 500 ლარით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ან შეიძლება საერთოდ ციხეში ჩასვა. შეიძლება 20 დღით ციხეში ჩასვა. ხო, ნუ ვიღაცას მეაჯარო, ნუ თუ ვერავინ ვერ ხვდება იმას, რომ ეს უკვე ძალაშია, ხო შესული. ხვალო ხელისუფლება შეიცვლება. იმედზე რომ ვიჯექი წავიკითხე პრემიერ-მინისტრის პარლამენტის თავმჯდომარეს იმათი გამონათქვა. ეს რითი დამთავრდება მერე? ეს ყველაფერი ასე ტომებად დაიდება სამხარაძეებზე, ყობახიძეებზე, პაპუაშვილებზე. ეს ხო მათი ციხეები დამთავრდება მერე. ანუ რასაც ეხლა ნერგავენ ისინი ისეთ რაღაცას, რაც მალე მათ მოუტრიალდებათ. უკან. და შეიძლება ივანიშვილმა მოუტრიალოს უკან. ივანიშვილის სასამართლომ აი როგორც ღარიბაშვილს დამართეს. ყველა ხო ისე ფიქრობს რომ მას არ მოუვა. რომ მის წინააღმდეგ არ მოხდება ეს ყველაფერი. ბჭო, ხო შეიძლება რომ ცოტა დაფიქრდნენ რა.
აღარ ვითხოვ რომ რაღაცა უფრო მოგიერები იყავით და ასე და არა ცოტა დაფიქრეთ საკუთარი თავისთვის დაფიქრეთ რა შვებს საკუთარი განაჩენებს აწერენ ეხლა ხელს აი ამ ადამიანების დაფიქრებით იმიტომ რომ ტომები დაიდება მათზე მათ ლანძღვა გინებაზე ტომები და ნუ ვეღარ გავიგე რას აკეთებენ ადამიანები რომ აი რა გადარევთ ხოლმე უხელისუფლებას როგორ ჩანს ეხა ჩათვალეს რომ ეს რაღაცა პროტესტი უკვე ასე ვთქვათ გადატეხეს ოპოზიცია რა დღეშიც არის კი ვხედავთ და შესაბამისად ფიქრობენ რომ ეხა ერთ-ერთი დისკომფორტი მათი რაც არის რომ სოციალურ ქსელში ხალხი რო აგინებს ეს დისკომფორტიც რო აღარ კონდეთ და როგორმე ეს გინებაც გააჩერდა. აი სოციალური ქსელი სულ არ ყოფილა საქართველოში 15 წლის წინათ ხელისუფლებას რო აგინებდნენ ადამიანებს. მაშინ ვერ იგებდნენ ისინი. არა, ხო, მაგრამ ეს არ ესმოდა. ბიჭო, შენ გაგება გინდა თუ განწყობა გაინტერესებს ქვეყანა. პოლიტიკოსი დაინტერესებული უნდა იყოს პირველ რიგში განწყობით. შენ ამას რო აკსალავ, ეს განწყობა ხო გაუარესდება. ამითი ნაკლებს შეგაგინებს, კაი, ამაში არ დაწერს. უარესი არის ეს განწყობები. ასეთი სულელები როგორ არიან, კაცო? უარეს აკეთებენ ყველაფერს საკუთარი თავისი. კი ბატონო, მაგრამ ახლა რა ხდება აქეთ მხარეს გადავიდეთ, ხო, დამავიწყდა იმის, რა ქვია, ლევან ხაბეშვილის გუშინდელი პოსტი, რომელმაც თქვა, რომ რაღაცა ესეთი გამოაქვეყნა კონსერვატიული იდეებით სავსე ხუთი შეთანხმება. ესეც ხო გენიოსები არიან. შარმანაშვილს ჰქონდა დღეს თუ გუშინმა კომენტარი, რომ სუდად გადაიწერა ჩვენგან ვარო ჩვენს მაგაზზე ვართო სრული ნუ აქ როგორ რაღაცა იცი რაღაც მომენტში შეიძლება ლოგიკა იყოს ხა ანუ ხა ვინც არ იცის ხაბეშმა გამოაქვეყნა რომ რაღაც ესეთი კონსერვატული იდეების მხარეს რომ ხა ეგ რელიგია საპატრიარქო იქეთ რაღაცა ერთსქესიანთა კოორდინებას ხო მაგრამ აქ შემთხვევაში რა არის თემა იცი რომ მართლა უცნაურ სიტუაცია გვაქვს ოპოზიციაში, რომ საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდი 80% მართლმადიდებელი ქრისტიანია და დიდი ნაწილი მორწმუნე, არ არსებობს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია. გერმანიაში არსებობს და საქართველოში არ არსებობს. ანუ ოპოზიცია თლიანად არის რაღაც ლიბერალურჯანატოს ეხლა მე ვამბობ აქტიურობაში, რა ქვია. ანუ ეს ფლანგი, რომელიც პროტესტშია, თლიანად რაღაც ლიბერალურ მიმართულებაზეა და კონსერვატული მიმართულება არ არის და ნუ ხაბეიშვილი შეიძლება ამის მცდელო, ხო, ეგ ეხლა ქაღალდზე არსებობს. ახლა დღეს მოქმედი არ არის და ანუ წარმოიდგინე ანუ ამის ცდელობა იყო რომ რაღაცა კონსერვატიულ ფლანგზე გადავიდეს მაგრამ აი ნაციონალურ მოძრაობა რამდენად გამოუვა კონსერვატიულ ფლანგზე გადასვლა არ ვიცი აბსოლუტურად მაგრამ ისე სიგიჟია მართლა კონსერვატიული ფლანგი ოპოზიციას დატოვებულია ოცნებისთვის ეგო ბევრი წელია ეგრეა სხვათა შორის ეგ რა თქმა უნდა შეცდომა არის მაგრამ აქ არის სხვა რაღაცაზე ლაპარაკი რასაც უწარია კონსერვატიზმი არა ესეთი მაგრამ აი მაგას თავი გავანებოთ ყველა ხვდება რომ ეს არ ეხა ბეჭვლის დაწერილი ხო არც სტილისტიკით არც მის საქმე არ არის ხოლმე რაღაცა ეპისტოლარული ჟანრით არ გამოირჩევა ანუ მიშამ შემოაგდო ჩემი აზრით და მისმა ჯგუფმა აი ძალიან საწოდავი სანახავია ხელისუფლებას დავცინოდი როდესაც აი ტრამპს განცხადებებს აკეთებდნენ და მე მესიჯებს აგზავნიდნენ ვაშინგტონში რომ აი ნახეთ ჩვენ ესე იგი როგორ უჭერთ ხართ თქვენ იდეოლოგიას. ეხლა ოპოზიციიდან დაიწყო იგივე სკეთება. ეს ამერიკელების სულელები გონიათ და გონიათ ვერ ხვდებიან რომ ხო ანუ ამერიკელებს იყო გამთვლი თუ ამ კონსერვატიულ საზოგადოებაზეა საქართველოში ანუ ამ ელექტორატზე არა ამ ელექტორატზე ამ კონსერვატორული ელექტორატი და მორწმუნე ელექტორატი შენ მიშამ ახლა განცხადებებს წამოაგებთ მით უმეტეს ხაბეიშვილმა ხო ვერ მოატრიალებ ეგ გამორიცხო გარეთ არის მთელი ამბავი იმაშია რომ ის მაგა ამერიკაში არის აბსოლუტურად ორგანული, ახლა მთელი ისტორია აქვს ჩაისრულთა პარტიას ეძახიან ქართულად ცოტა უცნაურად ითარგმნება. მთელ 200 წლის ისტორია აქვს ეს ამ მაგას წინაპრებს და ეს არის ორგანული. აქ შარლატანები არიან ყველა. და ეს ამერიკელიც ის მაგას მიმდევარი ამერიკელიც ხვდება რომ აქედან შარლატანებთან აქვს საუბარი იმიტომ რომ სააკაშვილის და ხაბეიშვილის იმაზე საეკლესიო თემებზე ლაპარაკი სიცილოდ არ ყოფილა
თავს იბანძებენ უბრალოდ რა. ხო, ანუ მათი მხრიდან არა ორგანულია. თუმცა საჭიროა ოპოზიციაში ეგეთი პარტია. ანუ წარმოიდგინე ოპოზიციაში პარტია არ არსებობს, რომელსაც საპატრიარქოში მიესულება. არ არის ეგრე ჩემი აზრით, მაგრამ მოდი ახლა მარტივ რაღაცას ვიტყვი რა. აი შეუძლებელია ეს რაღაცა ბიჭო ის ერთხელ მოხდა საულე პავლეთ რო გარდაიქმნა რა. არ ხდება ესე. პოლიტიკაში მით უმეტეს ძალიან რთულია, როდესაც წლების განმავლობაში მკაფიო ჩამოყალიბებული იმიჯი და შენ იმის გადამტყვევად ვცდილობ, ეს არის ყველაზე მეტად ძალიან რთული ამბავია რა. რატო შვებიან ამას ვერ გავიგე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მარტივი გათვლა აქვს, რომ აი ამერიკელებში, აი ტრამპისტებზე ჩალიჩობს, ანუ ესე შეხედეს ამბავს, რომ აი ტრამპისტებზე მარტო მუშაობს ბიძინა, აქედან ოპოზიციაში ყველა რაღაცა ძალიან ლიბერალობს და ყველა დემოკრატების მომხრე იყო და მოდი ახლა ჩვენ დავიწყებთ მოკლეზე მოჭრა და გავიდეთ ტრამპზე. ვერ გავლენ ასე მაგას. არავის არ ჯერა მართლა შარლატანებად უყურებენ უკვე ყველა და ხო, მაგრამ მე მაინტერესებს ამ ალიანსის პერსპექტივას როგორ უყურებ, იმიტომ რომ რასაც ხედავთ ეხლა სააკაშვილი ფორმალურად არის, ხო? ეხლა გამოვიდა სასამართლოზე, ფაქტობრივად თავზე დაახურა ყველა ბიზნეს პროექტიაო. ახლების გილოურმა დააფინანსა, იმიტომ რომ ჩვენთვის წაერთმია დამორჩეველიო და ასეთ ვითარებაში ხარ, აერთიანობაზე უნდა ვილაპარაკოთ. არა, თქვა, გუშინ მამუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ ფაქტია, რომ ეგ რომ მივა, ეგ არის მიშას დავალება, ხო? ეგ რომ მივა. აქ არის ერთი თავარი რა ჩემთვის რა. შევარდნაძის დროიდან ვიძახი, რომ საქართველოში არის ავტორიტარიზმის პრობლემა. მერე ახლა ამას 2013-დან დაემატა არაფორმალური მმართველობის პრობლემა. გამოდის პარტიის თავმჯდომარე და იძახის, რომ მე არ მინდოდა პარტიის ალიანსში გაწევრიანება, მაგრამ მიშამ ასე გადაწყვიტა. ბიჭო, თუ მიშა წლებს შენ ისე თავმჯდომარე ხარ. და იქით არაფორმალურ მმართველობას ვზაობ, შენ ალტერნატივას რას თავაზობ, იგივეს? ანუ გამოდის, რომ შენ სისტემურად თუ ერთი კაცი წყვეტს, იქით ავტორიტარიზმზე რო ლაპარაკობ, შენს ავტორიტარიზმი. მე მაინტერესებს არა, აქ თქვენ კამათობთ იმაზე, რომ მიშა უნდა იყოს ავტორიტარი თუ ბიძინა. ერთის და მეორეს მრევლს ორივეს მოსწონს ავტორიტარიზმი. ორივე არის თანახმა ავტორიტარიზმზე, ოღონდ ბელადი უნდა იყოს მათიანი. განსხვავება მეტი მათ შორის აღარაფერი აღარ არის ამ საკითხში, დანარჩენზე არ ვლაპარაკობ. ჩემთვის არის პრობლემა ის, რომ ავტორიტარიზმი ამ ქვეყნის განვითარებას აფერხებს 35 წელია. და ეს სისტემა უნდა შევცვალოთ. არა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, მიშა იქნება ავტორიტარული მმართველი თუ ბიძინა. და რასაც უყურებ ამ საზოგადოებას, ეს ორძალა არჩევანს არ უტოვებს, ხო? გუშინ ახლა წავიკითხე ძალიან კარგი ადამიანების, აი მართლა გულწრფელად პატივს არ მინდა ახლა გვარები, რომელიც გაოგნებულები იყვნენ ხაბეიშვილის წერილით. ყველა მიხვდა, რომ ახლა ეს ხაბეიშვილის ტვინის ნაჟური არ არის, ხო? რატო შეიძლება მისიც არის? არ არის, ეს არის პოზიცია. ეს არის პოზიცია, გამოაგდეს ეს პოზიცია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გავიდეს ალიანსიდან, რომელიც უნდა დარჩეს როგორც აი ეს ლიბერალების დაწყებლილი გაერთიანება და მიშა იწყებს კონსერვატიულ ფრთაზე თამაშს. ყველა მიხვდა, ამ ხალხიდან დიდი ნაწილი წავიკითხეთ, თავის დროზე იყო ნაციონალური მოძრაობის მომხრე, რატომ? იმიტომ რომ მიაჩნდათ, რომ ის ლიბერალური დემოკრატიული დღის წესრიგი, რასაც სთავაზობდა და მაშინდელი ძალიან პოპულარული ლიბერალი, ეს პარტია მისი განმასახიერებელი იყო. და ეხლა მე ყოველთვის მიმაჩნევ, რომ ის არ იყო ლიბერალი, ვიცნობ მათ ძალიან დიდი ხანია, ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვარ ერთი ადამიანი. უამრავ ადამიანს უბრალოდ სულში ჩააფურთხეს ამ ყველაფერს, რაც გააკეთეს და რასაც აკეთებენ ახლა ყველაფერს. მაგრამ ჩემი აზრით მაინც კარგი პროცესია, იმიტომ რომ მე მირჩევნია ეს ყველაფერი გაირკვეს. ის ალიანსი ეხლა გაირკვეს, ვიდრე წინას არჩევნა. ეს ალიანსი მტრაჩობილი ალიანსი იყო, იმიტომ რომ ახლა ვიცოდით ხო რა წინააღმდეგობები არის შიგნით. არაფერი გაიყურან, წავიდნენ თავის გზაზე. ხო, მაგრამ ესენი ალიანსი თუ დაიშლება, ისინი სალსალკე წავლენ. აქეთ გახარიას პარტია საერთოდ, არ ვიცი, ჩამოვიდა მათი რეიტინგი 2%-ზე, ლელუსაც პრობლემები აქვს ამ მიმართულებით. მათი ორივე ლიდერი საზღვარგარეთ არის გაქცეული და რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას? ოპოზიციის პერსპექტივა არ იყო, აი რაც ჩამოთვალე, ხო, მაგისი გამოსწორების პერსპექტივა არ იყო, ერთი მეორეს გვერდზე დადგომა და ეს არის
ტყუილი რომ გაერთიანებით უფრო მეტი იკარგება, იმიტომ რომ იმდენად წინააღმდეგობრივია ის ძალები, რაც ერთიანდება. როდესაც დიდი წინააღმდეგობები არის, ამას რო აერთიანებ, დანაკარგი უფრო მეტია ვიდრე სინერგია. ეს ხშირად მოხდა საქართველოში და ეს არის სტარი, როდესაც სულ მუდმივად პოლიტიკოსებს აწვევიან გაერთიანდი. ბიჭო, არ არის და ეს თბილისური ბაბლის გადასაწყვეტი არჩევნები არ წლება თბილისურ ბაბლში, რომელსაც უხარია რომ გამიადვილდა ახლა არჩევანი, აგერ შავი, აგერ თეთრი. თბილისიდან გარეთ გადიხარ თუ არა, იქ იშლება ეს კონსტრუქცია ყოველთვის. და ეს იყო 2008 წელშიც მიშა საწინააღმდეგო ოპოზიციის დროს, ეს იყო შევარნაძის დროს. ყოველთვის იმარჯვებდა ოპოზიცია, გარდა 2012 წლისა, ყოველთვის იმარჯვებდა, როდესაც მიდიოდა რამდენიმე ძლიერი ცენტრით. იმიტომ რომ ხელისუფლება 2003 წელი გაიცემა, 5 ძლიერი ცენტრი მონაწილეობდა. აბსოლუტურად კონცენტრირებას ვერ ახდენდა დასარტყმელად. 2012 წელს იმდენად დავარდნილი იყო სინამდვილეში ნაციონალური, იმდენად დიდი იყო მათი მიმართ ზიზღი, რომ იმის ხარჯზე მოიგო ბიძინა. და მე კიდეც ეხის კადრება არა, ეს კიდე დანარჩენმა ყველაფერმა ვინმე მარიცოდა იმ ციხეში რა ხდებოდა. ხო, მაგრამ ვიზუალურმა მასალამ მოქმედა. მაგრამ ეხლაც მე ვფიქრობ, რომ ჯობია ეს პროცესი ეხლა მოხდეს, დასაშლელი დაიშალოს. არა, ეგ გავიგება, უთითქმის ჩავთვალოთ, რომ გავა ნაციონალური მოძრაობა. მაგრამ პერსპექტივა რა აქვს ასეთ დასუსტებულობა 2024-ში გაცილებით ძლიერი იყო 4-ვე პარტია. ცარიელი არ დარჩება ეს ადგილი. მე მეცაც გეტყვი, ხშირად უფრო დიდი საფრთხე არის ის და დიდი პრობლემა არის ის, როდესაც ადგილები ფსევდოპარტიებს აქვს დაკავებული. იმ 9 პარტიიდან პარტია რამდენი არის? 6-7 იქიდან არის 1-2 კაცის გარშემო შეკრებილი ფანჯგუფები, რომელიც თბილისის პატარა ბაბლებს არ ცდება მათი გავლენა რა. ამიტომ დაიშლება თუ არ დაიშლება ეს არც მათი შეკრება იძლეოდა სინერგიას. მოგცა არ ამე. რამდენი თვე არის ერთად არიან. რამე შეიცვალა პოლიტიკური მეშვეობაზე, აფერი არ შეიცვალა. რეალური პოლიტიკური ძალების შექმნა შეარი გამოსულა. არ ვიცი, ვინც არის პოლიტიკაში. ანუ ახალი ძალები გამოჩნდეს. ახალი ძალები არ ვიცი. არ ჩანა. ძალიან უცნაურად ჩდებიან ხოლმე ყოველთვის, როცა საჭიროა. ეხლა აი ამ მომენტში ამის საჭიროება უბრალოდ არა. მე რასაც ვუყურებ. ეხლა უნდა დამთავრდეს ეს პროცესი. იმიტომ რომ ფსევდო ალიანსი არის ეს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარტიების უმრავლესობა იქ ვინც არის. ისინი პარტიებს არ წარმოადგენენ, რასაც კლასიკურად პარტია ნიშნავს. არავისთვის არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არავის არ ვაკნინებ, მაგრამ ეს არ არის პარტიები, რომელიც სოლოლაკი ვაკევერას ბაბლს არ არის გახსენილი ეს პარტიებიდან. არ არის ეს პარტიები ხოლმე. საქართველოში პარტიული ცხოვრება ბევრად უფრო უღარეს დღეშია, ვიდრე იყო 25 წლის წინ. რატო არის ეს? ასე, ეს კი ცალკე თემა არის სამჯელო და სალაპარაკო. და ვინ გააკეთა ამისთვის ყველაფერი, მაგრამ ეხლა ეს არის ფაქტი, რომ არანაირი რეალურად ეს ალიანსი არ არსებობდა, ალიანსის არსებობა არ ახდენდა გავლენას პოლიტიკაზე. რეალურად. ნუ ერთი აქცია გააკეთეს 26 მაისს. ის აქცია მოდი რა 26 მაისს ხალხი ქუჩაში გამოვიდა, იმიტომ რომ 26 მაისს ვინც არ უნდა ხალხი გამოდის ქუჩაში. ხო? კი ბატონო, ჩაითვალოს ალიანსმა პრობლემა კი არა მაქვს, მაგრამ არა, უბრალოდ აქ თემა ის არის, რომ რეალურად თითქოს ყველა ხა ეძებს დამნაშავეს, გამოსავალს, იმ ზოგი წერს, რომ აი დამარცხდა მოძრაობა. ანუ რეალურად თითქოს პერსპექტივა არ ჩანს. ხვდებით რა სამბო. ეგ ყოველთვის ეგრეა, პერსპექტივა ხშირად არ ჩანდა ხოლმე და მე უეცრად გამოჩნდებოდა. ანუ ახლა ბიზნესა გამოჩნდა უეცრად. ასეთი ვინ გამოჩნდება? რა, მე ბევრჯერ მინახავს უპერსპექტივო სიტუაცია ამ ქვეყანაში და მე ყოველთვის ჩდება ამ საზოგადოებას აქვს იმისი უნარი, რომ გენერირება მოახდინოს გარკვეული პროცესები. ოღონდ ამას ეს დაგროვების პრინციპია რა, რაღაცა თავდება, ეხლა მთელი ეს პროცესი წარიმართა ისე რომ ყველაფერი გაკეთა, რომ პოლიტიკური შედეგი არ დამდგარიყო. ანუ 200,000 კაცი ქუჩაში იდგა ისე რომ პოლიტიკური პროცესი მოუკალით თან. ანუ არაფერი არ ხდებოდა, პოლიტიკურად არაფერი არ ხდებოდა. ხალხი იდგა ქუჩაში, გამოსული იყო, პროტესტი იყო, მაგრამ არ არსებობდა არაფერი, არანაირი სტრუქტურა, არც მომიტინგეებში, არც პოლიტიკოსებს არ უშვებდნენ აქციებზე, მიკროფონებთან, რომელიც აი ამ ძალას, აი ამ სინერგიას პოლიტიკურ პროცესში გამოიყენებდა და ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენდა.
ეს არავინ არ პოლიტიკოსებს არ უშვებდნენ მაშინ. ხო და მაგას ვიძახი, იცი რა, ის ვინც ასე წაიყვანა ეს პროცესი, მან წაიყვანა ისე რომ ასე უნდა დასრულებულიყო რა. ეს არ არის მაგრამ ეს იქნების პრობლემა იყო რომ ოპოზიცია დისკრედიტირებული იყო მაშინ. ეხლა მოდი რა მილიონ პრობლემაზე შეიძლება ელაპარაკო. და რომ ეხლა იქ ნაციონალურ მოძრაობა ასულიყო ტრიბუნას ამოვიდა დაიშლებოდა. გავიგე მაშინ იცი რა. როდესაც ამოდენა პროტესტია, მაშინ იმ პროტესტანტებში უნდა გამოჩენილიყო ის ხალხი რომელიც იმ დღეებში სულ ვიძახდი ხელისუფლებას რომ გამოეცხადებინა რომ მოდი დაგველაპარაკეთ მოლაპარაკებაზე მოვდივარ და ზათვა რაღაცას ვინ უნდა დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგ ხელისუფლება ჭკუა არ იყო რომ გაეკეთებინა სულ გააბანცებდა იქ აი იქ ამბავი ატყდებოდა მე ამიტომ ამ პოლიტიკურ პროცესებს აქვს თავისი წესები ეს ერთი მე არ ვფიქრობ რომ და მარცხით დასრულა,აფერი არ დასრულებულა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის ყოველთვის სპირალური განვითარება პოლიტიკურ პროცესში. არის აქტიური ეტაპები, არის პასიური ეტაპები. არ დამთავრებულა ეს ამბავი. გროვდება კიდე რაღაცები, ეს ხელისუფლება რატომ უწყობს ამ სისულელეებით ხელს არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ერთადერთი რაც არის გასაკეთებელი რა. გასულ შეცდომებზე და წარუმატებლობაზე ანალიზები არის ალტერნატივა შესაძლებელი ოპოზიციაში ლიერულად და ამის პერსპექტივა არ ჩანს, იმიტომ რომ ისევ ნაციონალური მოძრაობა არის იქ თავარი ძალა. გავა ის ნაცი ვის დარჩება იმისგან არ გავა. არ ვიცი, ხო და მაშინ ვინც აქტიური არის, ხო და ვისაც უნდა ცვლილებები ყო, ჟიმათ უნდა შეგრა, ესე არ გამოდის. ხო, ანუ ახალმა ხალხმა ის არ მომწონს და მე არ მინდა, აბა მაშინ რა, აბა მაშინ ეს ხელისუფლება ის სისულელე რო იყო, რომ არჩევნები ჯერ ესენი უნდა გაიქცნენ და მე ისე ჩატარდესო. ხაიერა. ვისაც გაიქცა ნახეთ. რთული ვითარება ვართ. ნამდვილად მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ირაკლი მელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ სწორედ ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ ვითარებაზე ვისაუბროთ ლაშა ფარულავასთან ერთად ნაციონალურ მოძრაობის წევრი შემოგვიერთდება. მაშასე რეზიუმე დაბრუნდა ეთერში. როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები. ლელუარის, ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. ახალი რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა როგორც ძმები გილაურების პროექტი. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა დღეს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, არის კიდევ რამდენიმე უფრო მცირე ბიზნეს პროექტი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. უფრო ვცლად რა თქვა სააკაშვილმა. როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას და ზოგიერთი დიქტატორის დამქაშებთანაც არ ერიდება საქმის დაჭერას. იკითხა დღეს სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა. ან როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები. მთელი პატივისცემის მიუხედავად ლელუარის, ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. ახალი რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა როგორც ძმები გილაურების პროექტი. რა გასამარჯვებლად, არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის ჩამოსართმევა. მიზანი შესრულდა, მას შემდეგ რაც გილაურმა პატრონის დავალება შეასრულეს, გილაურებმა თან დაფინანსება შეაჩერეს და უყურებ რომ ახლა გაჭედილია. ამათ გარდა არის რამდენიმე უფრო მცირე ბიზნეს პროექტი სხვადასხვა კატეგორიაში გადანაწილებულიო, გადაცხადა მან დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა გამარჯვების კრიტერიუმებს, კითხულობს სააკაშვილი. ჯერჯერობით არა. რანაირად უნდა დაამარცხო დიქტატურა, როცა პარტიები თავს იმით იწონებენ, რომ დიქტატურა მათ უფრო მეტი პროექტი დაუწერა, ვიდრე კონკურენტ ოპოზიციას გაყალბებულ უფრო მეტი პროცენტი დაუწერა, ვიდრე კონკურენტ ოპოზიციას გაყალბებულ არჩევნებში, თქვა სააკაშვილმა. ამის პარალელურად იცით, რომ ნაციონალურ მოძრაობაში სააკაშვილი ახალ თავმჯდომარეს ლობირებს, ნამდვილად ჯორჯოლენის სახით, რომელმაც მცირე რყევები გამოიწვია პარტიაში და ეს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატი პირდაპირ ამბობს, რომ ალიანსში ნაციონალურ მოძრაობა არ უნდა დარჩეს, ანუ შეიძლება ალიანსი დაიშალოს კიდეც. ლაშა ფარულავა ჩვენ სტუმარი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ვის დაუჭერთ ხარს? პირველი მინდა წუხარება გამოთქვა ჩვენმა ქალაქმა დააკარგა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალიტატოვა. როდესაც ვლაპარაკობთ ბიზნესზე, აი თემურ გულავა ნამდვილად იყო გამორჩეული. შეცვალა დედაქალაქში კი თავისი იდენტობა შემოიტანა და არასდროს დაივიწყებ ჩვენი ქალაქი თემურ გულავას მინდა მიუსამძიმო ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მის მეგობრებს კი აი როდესაც ვლაპარაკობთ კეთილსინდისე ბიზნესზე, იდეებზე, ინოვაციაზე, ხედვაზე აი ამ ყველაფერს ასხივებდა და ამ მოდუს ქმნიდა დედაქალაქში სწორედ თემურ გულავა და ნამდვილად დააკლდება ჩვენ ქალაქს, თბილისს, დედაქალაქს და
მათ შორის დააკლდება ჩვენს საზოგადოებას. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე საკითხებს, მე პირდაპირ ვამბობ, რომ ახლა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ პოლიტიკურ პარტიებში თანამდებობისთვის ბრძოლა არის ამორალური. მე არათუ არც ერთი თანამდებობა არ მინდა, პირიქით ჩემსაც დავუთმობ სხვას. პოლიტიკური საბჭოს წევრი ვარ, სრულად მაკმაყოფილებს ეს სტატუსი, თუმცა თუ ვინმე მეც გააკეთებს, იმასაც დავუთმობ, იმიტომ რომ იმ რეალობაში ცხოვრობთ მერაბ, როდესაც რეჟიმი რეპრესიათა ტერორს ყოველდღიურად აფართოვებს, ხედავთ სასამართლოს გადაწყვეტილებას სკრინვის სამსახურის მიერ სარჩელი შევიდა და კონკრეტულ ადამიანს ციხე ემუქრება იმის გამო, რომ ივანიშვილი დაწყევლა. წინა ბლოკში ვისაუბრეთ. ვართ იმ რეჟიმში, როცა დაჭირდება ქართულ ოცნებას, ამბობს, რომ აი ეგერ საკონსტიტუციო სამართლოში არის სარჩელი და არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც აგვწალავ. ანუ ქართულ ოცნებას თავისი კალაპოტი, რეპრესიული კალაპოტი შექმნილია. მაშინ რატო წამოიწყო სააკაშვილმა ეს თავმჯდომარის ცვლილების პროცესი? კი, გეტყვით, როდესაც ჩვენ საუბრობთ, დღეს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან კონკრეტული განცხადებები, რომელთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე არ არსებობს თავისუფალი ბიზნესი, არ არსებობს თავისუფალი ბიზნესი. გავიგეთ, მაგრამ აი მაგალითად ლელო ამბობს, რომ ბადრიმ და მამუკამო ლელო განცხადება გაავრცელა, პირიქით საკუთარი ბიზნესი გვერდზე გადადეს და პოლიტიკაში შევიდან და სააკაშვილი რა ის ლაპარაკობს, თაზო დათმაშვილმა თქვა, ტალახის სროლა არაფრის მომტანია, ძალიან საბრალო შესახედია ვარდების რევოლუციის შემოქმედი და დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი აქამდე დაეცეს ადამიანს ახლა. აი თაზო დათუნაიშვილს, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, კარგი იქნება იმ ყვითელი ფონიდან, აი ამ სტუდიაში მოვიდეს და მზად ვარ ვიდებატო და კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები დავდო, რაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი. არ არსებობს თავისუფალი ბიზნესი საქართველოში, ჩვენთან არის საბანკო ოლიგარქია, საბანკო ოლიგარქია ყოლებს ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ორკესტრი, რომლის დირიჟორიც არის ივანიშვილი და არიან კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ბიზნესის დაალაგებას პოლიტიკით. და კი არის ესეთი პროექტები და არ უნდა მოგვერიდოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის 60% არის საბანკო ოლიგარქიის. მაგალითად, ორი ძირითადი ბანკი არის, რომელიც არაკეთილსინდისიერად ფლობს აი ამ კაპიტალს და ამ კაპიტალის ზრდის კონკრეტული ციფრები, მაჩვენებლები არის ის, რომ 3.3 მილიარდი ლარის მოგება აქვს ბანკებს საქართველოში, სადაც ქართველი ვეღარ ნახავთ, საქართველოს ქართველებისგან იცლება, არ არის ღირსეული სამუშაო ადგილები, არ არსებობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ყველაფერი საბანკო ოლიგარქიის ხელში გადავიდა და ამ ყველაფერს აკეთებენ ივანიშვილთან სინქრონულად და თუ ვინმე საინტერესებს მეტი ამაზე მზად ვარ, მოვიდეს, დავჯდეთ და ციფრები და მტკიცებულებებით ავხსნი თუ როგორ ყოლებს ჩვენ თანამოქალაქეებს. ეგ გავიგე. საბანკო ოლიგარქია და როდესაც ხაზარაძე და ბადრიმ ჯაფარიძე ციხეში აღმოჩნდნენ, ანუ ცხოვრება გაირთულეს რეალურად. მოდი მაშინ დავიწყოთ საიდან იწყება მათი პოლიტიკური მოძრაობაზე ვილაპარაკო. არა, რადგან მოდი ეს დავასრულო. პოლიტიკური პროექტი, ლელოს პოლიტიკური პროექტი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ღიად ისაუბრა ზაზა ოქუაშვილმა იმ კარტელურ გარიგებებზე, რომელიც თამბაქოს ბიზნესს უკავშირდებოდა, თუ როგორ გაიცემოდა არასამუშაო დროს საბანკო სესხი ფარცხალაძეზე და ამას აკეთებდა მათ შორის ის ბანკი, რომელსაც ეს ბატონები წარმოადგენენ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი გვახსოვს მერაბ. იცი რა არის? ეხა რატო არის საჭირო ლელოზე თავდასხმა? ახალზე თავდასხმა. ერთი წუთით გილაურების გახსენება. ანუ თუ ერთად ხართ ალიანსში, ხა ლელო არ არის ალიანსში, მაგრამ ახალი ხო არის? კი, გიპასუხებ. მაშინ, როდესაც ჩვენ თანამოქალაქეებს ყველაზე მეტად ჭირდება მხარდაჭერა, როდესაც ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა, ამ კარის გახსნას ცდილობს ჩვენი საზოგადოება. ყველა უკლებლი, როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ჩვენ ყოველდღიურად რეპრესიისა და ტერორის იმ ძიმე სპირალს გავდივართ, ჭირდება მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა და ადამიანები, რომლებიც არაერთ მილიონს ხარჯავდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და როდესაც ქართულ ხალხს უჭირს
გაქრნენ, დაიმალნენ, საერთოდ უარს იძახიან აქციებში მონაწილეობაზე. 20 ივნისს რო პოლიტიკური პარტია არ მოვა 7 წლის თავზე და არ გააპროტესტებს იმას, რა ამბიცია უნდა ქონდეს, რომ ქართული საზოგადოების ნდობა ქონდეს. ეს ხო კონკრეტული ფაქტებია, რამეზე ჰიპოთეზას ხო არ ქნით, ხო? ფაქტია, რომ წინააღმდეგობაში არის ჩვენი ღირსეული საზოგადოება და ამ საზოგადოების მოთხოვნის ანარეკლს არათუ არ აირეკლავს ეს ჯგუფი, რომელიც ბიზნესიდან მოვიდა პოლიტიკაში. საერთოდ გილაური გაკრა. გილაური სადაა? ეხლა რატო არის დრო ალიანსზე თავდა? თუ ერთად ხართ ალიანსში. ან თუ არ გინდოდათ შესვლა? თინა ბოგუჩოვა ამბობს არ გვინდოდა შესვლა. ანი ციფრიძე ამბობს არ გვინდოდა შესვლა. მე ზოგადად ჭორაობს. თქვენ გინდოდათ შესვლა ალიანსში? ჭორაობის მე ნებისმიერი გაერთიანება მინდა, რომელიც დაეფუძნება საქმეს. არა, თინა ბოგუჩოვა ამბობს რომ არ გვინდოდა. არც მე ვიყავი თქვენს გადაცემაში, სადაც ვამბობდი, რომ თავარი არის საქმე, თავარი არის ორი საკითხი, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რომელიც წნეხით უნდა მოხდეს, ანუ შიგნით აქციები, გარედან სანქციები. არის ფორმულა. ამ ფორმულას თუ ვინმე არ იზიარებს, ცხადია ის ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომელიც აქვს ჩვენ საზოგადოებას და ამაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი. ალიანსში იყო ეს мотиваცია, იყო ეს სურვილი, იყო ეს განწყობები, თუმცა ბოლოს ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. არაფერი. ანუ 26 მაისის აქციაზე რო საუბრობენ, მე ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჩვენ საბოლოო ჯამში ერთად მოგვიწევს ბრძოლა, თუმცა მკაფიობა ღიაობა, გამჭვირვალობა არის ალიანსის შექმნამდე გაგერკვიათ ურთიერთობები. როდესაც დათანხმდით ალიანსში შესვლას და ეხლა ესხმით თავს. ვის ვესხმით? აი ახალს და ესხავ დღეს თავს. რას ქვია? აქ ლაპარაკობთ არაკეთილსინდისიერ ფულზე, რომელიც ხო და თუ არაკეთილსინდისიერ ეს ხალხი რა გიდოდათ ამათთან ერთად მეთქი. უკაცრავად რა რაღაცები გვავიწყდება. მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა ერთიან სიაზე და ერთობაზე საარჩევნო დროს, აი არჩევნების დროს. ამაზე ვინ ატეხა პანიკა იმ ჯგუფებმა, რომლებიც წარმოადგენენ საბანკო ოლიგარქიას ან წარმოადგენენ საბანკო ოლიგარქიას. აი ამ საბანკო ოლიგარქიამ ჩაშალა ის ერთობა, რომელიც იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპული არჩევანი, ევროპული მომავლის საკითხი წყდებოდა და ვიღაცებმა აირჩიეს ფული ეროვნული ინტერესების ნაცვლად და ამით დაზიანდა არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, ჩვენი ქვეყანა დაზიანდა. რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება დღეს სახალხო დამცველს ქონდა ანგარიში, ამ ქვეყანაში 400,000 ბავშვი არის, რომელიც იღებს სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვს და იღებს სოციალურ შემწეობას და 23,000 ბავშვი გაჩნდა 2025 წელს, რომელმაც მოითხოვა და მიიღო ეს სტატუსი. რას ნიშნავს, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება. ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანაში არის რეჟიმი, რომელიც ქართველი ხალხის სისტემური გაყოლების ხარჯზე აგროვებს ოქროზებს და ჩვენ რეპრესიის პირობებში. რაც შეეხება ნაციონალურ აი მაგ ახლა პეტრე ცისკარიშვილის განცხადება დაიდო, ნაციონალურ მოძრაობის 10,000-ობით წევრზე უღირსობის დაბრალება პოლიტიკურად არაკორექტული და არაკოლეგიალურიაო. ასე შეაფასა ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება, რომლის მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას თავმოყარება რო ჰქონდეს ალიანსიდან გამოვიდოდა და ამას ნიშნავს ნებართვა არ ჭირდება. პეტრე ცისკარიშვილი თქმით, აღნიშნული პოზიცია შორს კრეტელობაზე არ მეტყველებს. იმ ფოზე, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანი მომავალში შეიძლება პარტიის წევრი გახდეს. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ეს ურთიერთბრალდებები არ არის სასარგებლო პარტიისთვის, რომელიც არის ამ რეპრესიის პირისპირ. ცხადია ნაციონალური მოძრაობა გადის აი ამ ტალღას დარტყმების უკვე 14 წელია და კი თუ ნაციონალური მოძრაობა დღეს სუსტია, ეს ყველაფერი იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, ხო? ივანიშვილი, რომელიც გასაოცარ დემოკრატიას პირდებოდა ჩვენთან პარტიაში რო ხა ესე ივანიშვილის ბრალი არ არის, რომ თავმჯდომარეები უცნაურად მიდიან, ზოგი გადააყენეს, ზოგი თავისით გადადგა. ეხლა აგერ თინა ბოგუჩავას ვინ გადააყენეს? მოდი აი მაგალითად ლევან ხაბეიშვილი ლევან ხაბეიშვილი გადადგა. არა, მოიცადეთ. ლევან ხაბეიშვილი აირჩია ნაციონალური მოძრაობა და ხარდაჭერება. მისი გადაყენება იყო შეცდომა, დამაზიანებელი ამ პარტიისთვის და ამაზე მაშინ მე საუბრობდი და მათ შორის ყველა ის კულუარული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღებოდა პარტიაში ღიად და საჯაროდ მithქვავს, მაგრამ როცა ახლა საჭიროა წინააღმდეგობის ფრონტის სწორად დაგეგმვა, როდესაც საუბრობს მიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციული
ფრონტის გაფართოებაზე. კი, ამ პასუხისგებლობას ვიღებ ჩემ თავზე და საერთოდ არ მჭირდება პარტიული სტატუსი იმისთვის, რომ მაგალითად ვებრძოლო ხარაგაულში კორუფციას, ან ვებრძოლო აჭარაში, ან ვებრძოლო თბილისში და დედაქალაქში. ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა არა პარტიასთან, ანუ ამ ქვეყანასთან, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ეს სააკაშვილის გადაწყვეტილება ხარი დაუჭეროს ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას. რას ნიშნავს თქვენს? რითი არის განპირობებული და პარტიაში ეს დაპირისპირებას გამოიწვევს თუ არა? მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ პარტიაში იყოს მეტი კონკურენცია, უფლებამოსილების ვადა არა მხოლოდ თავმჯდომარის გენერალურ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს წევრებს, არამედ ანუ ყველას გასდის და საჭიროა ახალი ადამიანების გამორჩევა, რომელ ადამიანებსაც პასუხისგებლობა აქვს დასაღები არა მიხეილ სააკაშვილთან, არამედ იმ მომრჩევლთან, რომელიც ამ წლების განმავლობაში მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას. ამისთვის ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ შიდა დემოკრატიის გზით მოხდება კონკრეტული ადამიანების გამორჩევა და თავად ჩვენი წევრები მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს, ჩემი მხარდაჭერა აქვს დემოკრატიულ პროცესს. მე მხარს უჭერ იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ეფუძნება სწორედ იმას, რომ პასუხისგებლობა კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა აიღონ პარტიის წევრებთან და მათთან უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული. რა სააკაშვილმა თქვა, ეს ნიშნავს, რომ ნანუკა გახდება თავმჯდომარე, თუ არ ნიშნავს? არა, ესე ჩვენ ვერ ვიტყვით, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა ნანუკას აქვს როგორც ლიდერს და ის არის მართლა გამორჩეული პოპულარული ადამიანი და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიხარია მისი მოსვლა პარტიაში, რომელიც გარკვეულწილად კონკურენციას ქმნის და კონკურენციის გარეშე წარმოუდგენიან პოლიტიკური პარტია, ალბათ დამეთანხმები, ახალი ადამიანებსაც მივესალმები, თუმცა საკვანძო თანამდებობებზე, როდესაც ვლაპარაკობ, პირადად ჩემთვის საერთოდ არანაირი თანამდებობა ამ რეალობაში არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა თუ ვინმე სურს დაიკავოს თანამდებობა და აიღოს პასუხისგებლობა, ეს პასუხისგებლობა უნდა აიღონ ჩვენს მხარდამჭერებთან, გულშემატკივრებთან და წევრებთან. ეს არის დემოკრატიული ტესტი და ეს ტესტი უნდა ჩააბაროს ყველა. მე ამ დემოკრატიული ტესტის მხარეს ვარ და ვიქნები ამ პროცესის მხარდამჭერი. ლევან ხაბაშვილის გუშინდელი პოსტი რას ნიშნავდა? რაღაც ძალიან ისეთი ულტრაკონსერვატიული მესიჯებით გაჟღერებული, არა გეი ქორწინებას, რაღაც საპატრიარქოსთვის რაღაც უფლებების მიჭება და ასე შემდეგ. ეს იყო მარტო ხაბაშვილის პოზიცია თუ პარტიის პოზიცია და რას მოასწავებს ეს? მოგეხსენებათ, მე პირადად ვარ ლევანის მეგობარი, მუდმივად მაქვს მასთან ურთიერთობა. კი, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გამოკვეთოს თავისი ხაზი, კონსერვატიული ხაზი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ეროვნული დროშა დაირჩია 5 ჯვარი და ეს არის საამაყო თითეული ქართველისთვის. ამიტომ სწორედ ჩვენს ბაირაღს იდენტობას უნდა გამოხატავდეს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა ნაციონალური იდეებს უნდა გამოხატავდეს და ეს ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ ევროპული მომავალი არ ნიშნავს ჩვენი იდენტობის დათმობას. ამაზეა საუბარი და თუ ჩვენ პრაქტიკას ავიღებთ, ევროპულ პრაქტიკას ავიღებთ და მეტკაფიობას შევიტანთ, ეს არ ნიშნავს სიძულვილის და ძალადობის მხარდაჭერას, ეს ნიშნავს იმას, რა პრაქტიკაც არსებობს მაგალითად პოლონეთში ეს ხაზი გამოკვეთილი აქვს სახელმწიფოს და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები დღეს მართავენ პოლონეთის სახელმწიფოს და არა მხოლოდ პოლონეთის, სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებიც არიზიარებენ იმ ლიბერალურ ნარატივს, რომელიც მათ შორის საქართველოს თავს მოახვიეს გარკვეულმა ჯგუფებმა, მაგრამ როდესაც ქართული ოცნება ამაზე საუბრობს, ის ფარისეულობს. ჩვენ ვლაპარაკობთ გულწრფელ პოზიციაზე. ჩვენს პოზიციას ამდენ დაიჯერებთ, აქამდე თქვენს ნაციონალურ მოძრაობის მიმართ სულ იყო პრეტენზია, რომ ეკლესიას ებრძვის, იქ ეკლესია დაანგრია, ესენი ლიბერალები, რაღაცა და ეხა უცებ ეს მერაბ გარკვეულწილად იყო პროპაგანდა და გარკვეულწილად იყო დაკავშირებული კონკრეტულ სახელ და გვარებთან. ეს სახელი და გვარები დღეს ნაციონალურ მოძრაობაში აღარ არიან. არის მათ შორის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს ლიბერალური ხედვა და ჩვენ რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტია ვართ და ეს დისკუსია ცოცხალი პროცესია და ამ რეჟიმსაც გავდივართ ჩვენ, თუმცა მე ირაკლი ფავლენიშვილი, ვასო ურუშაძე, ლევან ხაბეიშვილი, კიდე შემიძლია უამრავი ადამიანი ჩამოთვალო, ლევან სანიკიძე მათ შორის. ჩვენ კონსერვატიული ფრთა ვართ,
ეროვნული კონსერვატიული იდეები ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. მაგრამ ეს არ ნიშნავს ძალადობის მხარდაჭერას, სიძულვილის მხარდაჭერას, ან იმას, რომ ქვეყანაში თანასწორობა არ უნდა იყოს. აქ საუბრობთ იმაზე, რომ ევროპული მომავალი არ ნიშნავს ქართული იდენტობის დათმობას. ხაბეიშვილის პოზიცია მარტო მთელი პარტია სააკაშვილის პოზიციას ასეთია, როგორ გონიათ? მე შემიძლია შეთანხმებული იყო სააკაშვილთან. ჩვენ ეს ახალგაზრდული გუნდი ლევანთან ერთად ვინც მოვედით, სრულად მხარს უჭერთ ამ 5 პუნქტს, მათ შორის იმას, რომ რუსეთთან ჩვენ ჰუმანიტარული ურთიერთობები შეგვიძლია გქონდეს ჩვენი მეგობრებთან ესე ვთქვათ, პარტნიორობით, დახმარებით, მათთან ერთად, არა პირისპირ, როგორც ივანიშვილმა აირჩია და საქართველოს პირისპირ დატოვა მტერთან და აგერ ხედავთ ცხინვალში რა პროცესი დაიწყო, ანუ ჩვენი სამაჩაბლოს ანექსია დაანონსდა ფაქტობრივად. ეს იმიტომ ხდება, როდესაც შენს მეგობარს ტერს ეძახი, იმიტომ რომ შეხარ კორუმპირებული კრიმინალური რეჟიმი და არ გსურს დემოკრატიული წესები მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ძარცვა და ოქროს ზოდები დაილაგო სახში, ძარცვა ქართული ხალხი და ოქროს ზოდები დაილაგო სახში. ეს სხვა რეალობაა. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს კორუფცია, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეროვნული იდენტობის დათმობა არ იქნება. არ მოხდება ჩვენთვის ოჯახური ღირებულებები ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ჩვენ ესეთ ოჯახებში ვართ გაზრდილი ამ ღირებულებებს წარმოადგენთ ესე ცხოვრობ და გვინდა რომ პოლიტიკაშიც გავატარო. ხო, მაგრამ პარტია მოყვება თუ არა, პარტია მოყვება თუ არა. ხედვაში, ამას გეკითხეთ. რომ ეხლა რასაც ვამბობ, მე ფარისევლობ, შემიძლია არა, გავიჟე პარტია თუ მოყვებათ, და გავლიქცა უთხრა რა პარტია არ გამოყვათ რა აზრი აქვს, ხო? მე დარწმუნებული ვარ, გუშინაც გავაკეთე განცხადება, რომ პარტიის დონეზე არის ამ ნარატივის ჩამოყალიბებაზე მსჯელობა, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა პარტიის დონეზეც მივიღებთ გადაწყვეტილებებს და ეს იქნება ჩვენი საერთო ნარატივი და რა თქმა უნდა ეროვნულ დონეზე ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომ კი არ მოხდება ევროპული მომავლის ესე ვთქვათ ამ მნიშვნელოვან გზაზე საქართველოს იდგება, ოღონ არ დათმობს თავის იდენტობას, რომელიც გულისხმობს ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახურ ღირებულებებს. ალბათ, ლაშა ფარულავა ნაციონალურ მოძრაობის წევრი იყო ჩვენი სტუმარი, ასეთი იყო გადაცემა რეზიუმე, მე ხვალამდე გემშვიდობებით.